ბატონო ზურაბ, მეც თქვენსავით ორი ქალიშვილის მამა ვარ. უფროსი გოგონა აი გარდატეხის ასაკში შედის. რას ვირჩევთ, რა უნდა გავითვალისწინო გარდატეხის ასაკში მყოფ გოგონებთან და ზოგადად გოგოებთან მე ბიჭები მყოფს ახლა. გოგოს ბიჭს ამ შემთხვევაში ვერ გამოვარჩევდი, არის ის ვარიანტი, რაც თქვენ დასვით ისა საკითხი რა. დაიწყეთ, სანამ გარდატეხის ასაკში შესვლა მოხდება, დაიწყეთ რომ თქვენ შვილებს აუხსნათ, რომ ისინი არიან პიროვნებები და მიაჩვიეთ გადაწყვეტილების მიღებას. აქედანვე მიაჩვიეთ. მაგალითად, ხო, ვეუბნები, რომ თუ რამე გაინტერესებს, კითხე და გეტყვი. მაგრამ შენ გააქვს უფლება მოიქცე ისე, როგორც შენ გადაწყვეტა. ვარ აუცილებელი მე დამიჯერე. მე ვფიქრობ, რომ ესეა საჭირო და შენ შეგიძლია გააკეთო სხვანაირად. და ამით მშობლის ავტორიტეტი არ ზიანდება. უყურე ნახე რა ხდება გარდატეხის ავტორიტეტი რატო ზიანდება? მე არავის მშობელი არა ვარ და ავტორიტეტი რატომღაც მაქვს, ხო? მშობელი არ ბავშვებთან, ხო? რა ვინმე სამე დავაძალე? არა. საქმე იმაშია, რომ გარდატეხის ასაკში ხდება მე ხატის, ანუ აქტუალური ჩართვა და ბავშვი იწყებს მტკიცებას, რომ ისიც პიროვნება. თქვენ ახლა თამაშობთ ნახე რას ასწრებთ მაგ მომენტს. და გარდატეხის ასაკში რომ უნდა გაეპროტესტებინა რომ პიროვნება, შენ უკვე ნათქვამი გაქვს რომ პიროვნება გაქვს. შენ უკვე ნათქვამი რომ გადაწყვეტილებებს შენ იღებ. მაშინ იმას გიპროტესტებს, რომ როგორ მაგან თქვა. ხო და გამოგიოთ ძალიან კაი რაღაც. ეტყვი წყნარად, ხო? ეგ ერთი, მე მეორე. გასაგებია რომ შობელს უნდა ბავშვი უსაფრთხოდ იყოს. ამიტომ არის ხოლმე კონტროლი, ხო? ტოტალურად. აბა ახლა მითხარ როგორ უნდა გააკონტროლო ტოტალურად? GPS-ი მიუმაგრო, კამერა დაუყენო თუ რა გააკეთო, ხო? ესე გამოდის, რომ ეს კონტროლი არის ან ვენდობი ჩემშვილს, ან არ ვენდობი. და ნდობა არის პატივისცემა. და მაგი უნდა დაინახო. მე მაგალითად, ხო? შვილები კი არა, ეს ცოლ-ქმარი მოკვდნენ ერთმანეთის ტელეფონში ღამე დგებიან და ნახულობენ. ახლა ნამდვილად ვიცი რა ხდება. ხო, მაგრამ ტელეფონს ხელი არ უნდა მოვკიდო, იცი იმისას, იმიტომ კი არა რომ არ მაინტერესებს არა. იმიტომ რომ უნდა ვაჩვენო რომ პატივისცემა. და ეს ღირებულება უნდა იყოს გაცხადებული. და არ უნდა ეშინოდეს, იმიტომ რომ თუ მას ეშინია რომ რაღაცას გეტყვის და შენ შეიძლება რაღაცა საშინება გააკეთო, არ გეტყვის, თორე ის გეცდება. და თან რჩევას კითხავს, შეიძლება რაღაც იდიოტს კითხოს, იგი რომელიც თვითონაც არის და სადღაც წამოს, ამიტომ ყველაზე კაი ვარიანტია რომ ბავშვთან ის ურთიერთობა ქონდეს, რომ არ არის პრობლემა რა. გეხმარება ყველაფერში, მამა შენი ვარ თუ დედა შენი ვარ თუ რაღაცა, ეგ არ არის პრობლემა. ნახე, თუ რამე შეცდომას და ოღონდ გადაწყვეტილებების მიერ ჯერ შეგიძლიათ მარტივად დაიწყოთ. აი მაგალითად იგივე ჩემებთან მე არ გამომერთმევია პულტი მაყურებინა ტელევიზორს მეთქი. მე ვეუბნოდი მე მინდა და როდის შეიძლება. პატარა ხო? მე ვეუბნები რომ 1 საათში. კაი. 1 საათი რო გავა, ნახე ამ თვითონ ახსოვს. არ თუ არა მე ვახსენე, შენ ხომ მითხარი 1 საათი. შეთანხმებითი. მომწე მადლობა გადავხადე. და კიდე 1 საათი ვარ და რო არ გაძლევს მაგ დროს რა ვშვები. რა. კიდე 1 საათი, კიდე 1 საათი. რა. ხო დაიყურე ზუსტად მანდარი რომ შეთანხმება გაცილებით ძლიერი მომენტია ვიდრე მამაშენი ვარ და რატო არ მეუბნე. იმიტომ რომ იგივე ვარიანტია, მე თუ ჩემ შვილს შევპირდი, всё დამთავრებულია. იმას მე ვასწავლე. ესე იგი არა, მე ბავშვები ძალიან გზნობიერებიან შეპირების მიმართ, ხო? აი შენ რო უთხრა რომ ერთი კვირის მერე კინოში წაგიღო, პირობითად ვამბობ, ხო? ერთი კვირა ელოდება და შენ შეიძლება არ გახსოვდეს. აი იქ არასდროს არ უნდა გააკეთო, რომ თუ რაღაც ისეთი არ მოხდა, რომ გადადო რა. ან ეუბნები, სიტყვის ფასი უნდა ასწავლო, ხო? გითხარი. და ეს ხედავს რა, გითხარი გავაკეთებ. ჩემ ბავშვობაში ფასტივალის ხონდა ასეთ სიმღერა, ნუ შენ პირდები იმას რასაც ვერ ამიგი, როგორ არ მახსოვს. გული ვეღარ გაუძლებს ლოდინსო თუ რაღაც ეგრე იყო. არა, ადამიანთანაც არ არის სწორი და ხა ბავშვთან მით უმეტეს, ხო? მე მახსოვს პატარა ვიყავი და ბიძა ჩემმა ამ კვირას არის იქით კვირას წავიდეთ მე და შენ ზოოპარკში ვარ 4 თუ 5 წლის მახსოვს. და გახსოვს 2 კვირა ველოდებოდი როგორ იცი გეგონება აი რაღაც ისეთი უნდა მოხდეს გრანდიო და მოვიდა. როგორ გამახარა წამე რო არ მოსულიყო. 2 კვირა ველოდებოდი. ყოველ დღე რო კიდე რამდენი დარჩა.